მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი მარადეული სოლი აბნურაი დაგավորებს ყველასთან ზაპრეშაი всех всяких минус полусованებს თუ სუშესტოებს ნამინია ნეგატივობას დისტრუქციობას ბლოკირованებას სკანირованიებას კლანირованიებას და ჩიპირованიებას და ბლოკირованიებას და პატკრატკებს პერიკრატკებს ზაპრეშაებს всех будут ჯიგაცა ვიჟიგაცა будут დაკარგავენ გერცებს და ენერგიებს ეხლა რა მინდა ვთქვა რა ქვია წინა გადაცემაში მე ვილაპარაკე რომ წინაპრები ჩემი ლინია არ არის ხო მაგრამ ეს რა ქვია გაიგეს ისეთნაირად რომ აი რაღაცა წინაპრებმა მე იმ მხრივ ავხსენი ეს წინაპრები ჩემი ლინია არ არის რომ წინაპრები ვინები იყვნენ წინაპრები იყვნენ სუშესტოები რომლებიც ასე ვთქვათ გაიარეს თავისი ოფიტები ეხლა ადრე არ იყო განვითარებული ტექნოლოგია დენი არ იყო გაზი არ იყო ამდენი კორპუსები არ შედებოდა და მანქანები არ იყო მაგრამ იმათმა ხო გაიარეს თავისი რაღაცა ევოლუცია და რევოლუცია ხო ეხლა წინაპრებზე ჩაციკლა და წინაპრება კი მადლობა უნდა უთხრათ წინაპრებს რომ ელემენტარული ენა დაგვიტოვეს ელემენტარული რაღაცა გადმოქცეს რაღაცა ცოდნა დაგვიტოვეს მაგრამ წინაპრებზე ჩაციკლა არ ვარგა თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა მიაღწიოს მეთქი თავისი ევოლუცია რევოლუცია და თვითონ უნდა გამოიგონოს უკეთესი კაი რაღაცეები მეთქი და ესე გაიგო ზოგიერთმა გეგორება მე რაღაცა წინაპრებთან რაღაცა პრეტენზია მაქვს მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს წინაპრებთან უბრალოდ იმათმა გაიარეს თავისი ვრემენიე ლინიები და იმათი ვრემენიე ლინიები ჩემი ვრემენიე ლინიები არ არის მეთქი всё მომენტის ძესისი ჩასმეთქი ჯერ ერთი თითოეული ადამიანი იყო ვაპლაშენიებში დაბადებული შეიძლება მეც ვიყავი ჩემი თავის წინაპარი რა მე ჩემ თავზე ვიტყოდი ცუდ რამეს შეიძლება ადრე მეც ვიყავი ჩემი თავის წინაპარი და ჩემ თავს დავუტოვე რაღაცა წინა ცოდნა მაგრამ არ მახსოვს რა დავტოვე ვის დავტოვე და რას დავტოვე всё არის ესეთი რაღაცა ნუ ზოგიერთი ცოდნა ასე ვთქვათ შემოინახეს ზოგიერთი ცოდნა დაიკარგა всё მორჩა მით უმეტეს ეხლა რეგრესოლოგიურ და ნათელმხილველურ ცოდნებს ვინ შემოგინახავდა და ვინ დაგიტოვებდა ყველა წავდა მასეთ რაღაცეებს ვითომ ცრურწმენაო გადიან რა ქვია გორებზე და რა ქვია დღესასწაულობის დროს და ქათვებს აკლავე და ზრუხებს ეკრავენ ეგ ცრურწმენა არ არის იესო ქრისტეს სისხლიო ზიარებაო და რაღაცა აი ეგ არის ზუსტად ცრურწმენა რა იესო ქრისტეს სისხლი რა ვამპირები ხართ ჯვარიო რა ჯვარი რა ხატი რა ისენი ხართ კეფთაყვანის მცემლები მერე მეორე ეხლა მე რა ქვია ეს ბიოსისტემა ანუ დედის როდი და მამის როდი ხო ეს ბიოსისტემა ვინ მომცა დედიკო მამიკო ხო კი ბატონო მე ქალის ენერგიებიც ამაქვს ჩემი პირადული ენერგიებიც ამაქვს კაცის ენერგიებიც ამაქვს ჩემი პირადული ენერგიები მაქვს დედის ენერგიებიც ამაქვს მამის ენერგიებიც ამაქვს და როდის ენერგიებიც ამაქვს კი ბატონო მაგრამ ეხლა უყურე მე რახან ამ ბიოსისტემაში დავიბადე მე არავისი ვალდებული არა ვარ რახანა გავჩდი ამ ბიოსისტემაში არავისი ვალდებული არა ვარ დედაჩემი რო გააჩინეს იმის მამშობლება ესე იგი დედაჩემი თავისი მშობლების ვალდებულია იმის მამშობლებმა იმისი მშობლები რო გააჩინეს იმათი მშობლები ვალდებულები არიან რამის უნდა დააყვედრონ ერთმანეთს რაღაცა მამაჩემი რო გააჩინეს თავის მამშობლებმა მამაჩემი თავისი მშობლების რაღაცა ვალდებული არა ვარ უბრალოდ მიყვარს მე ჩემი მშობლები და всё მორჩა სიყვარული და всё არავისი ვალდებული მე არა ვარ არავისი პერეკლატკები პატკლატკები არავისი კარმიჩისკეული უზლების მატარებელი მე არა ვარ აბნულаю отключаюсь от всех და აბნულаю всякие кармические узлებს ჩერეზე кармические узლებს ჩემზე ჩემ შესახებ და მამაჩემი დედაჩემი და მამამისი და იმათი მამაები და იმათი დედაები ვინები არიან იგივე სულები არიან იგივე სუშესტოები არიან ან ზიმნოის სუშესტოები ან კასმიური სუშესტოები ან რაღაცა ცივილიზაციები არის რომლებიც დროებით ჩამოვიდნენ დედამიწაზე და იყენებენ ამ ბიოსისტემას როგორც კოსტიუმს და გადიან თავის ევოლუციებს და რევოლუციებს ის ქალის კოსტიუმში ის კაცის კოსტიუმში ის დიასახლისის კოსტიუმში და ის კიდე რა ვიცი მამასახლისის კოსტიუმში ხო
всё, ესაც დავხურეთ ეს თემა. ეხლა მეორე თემა, მესამე თემა. ანუ არავისი ვალდებული არ არის ბლაგადარიუს ისო ის ცივილიზაციები უკვე გაფრინდნენ და მე ეხლა ეს რაღაც დეეკურად გადმომეცა ეს ბიოსისტემა იმიტომ რა ქვია ამ ბიოსის იმიტომ ამე წინაპრებისა და როდის ვალდებული არა ვარ всё თვითონ რო ქონდათ ბიოსისტემა ვინმეს მადლობა უთხრეს აი ვინმეს მადლობა უთხრეს ან დედას უთხრეს მადლობა ან მამას უთხრეს მადლობა ვინმეს უთხრეს მადლობა всё ეს თემა დავხუროთ პირველ რიგში ადამიანმა უნდა უთხრას მადლობა თავის თავს თავისუფლ თავისვე შეესვეტრიესირებს მერე გაიას სამყაროს და ასე ვთქვათ სელენი всевышнис მერე უკვე უნდა უთხრას მადლობა თავის წინაპრებს всё დაიკეტა ეს თემა რა ქვია ცუდი წინაპრები იყვნენ თუ კაი წინაპრები იყვნენ, მაინც იყვნენ, ხო, რაღაცნაირად გაიტანეს თავი. ანუ ვაპატიოთ ერთმანეთს, მოვინანიოთ, მოუტევოთ ერთმანეთს და всё. Запрещаем друг друга, ნამინია ერთმანეთზე ზლოლი ხაპლოხავ ლიანიებს. მესამე თემა. რო იცახიან ეხლა რო სუშესტოებიო, აბსოლუტი შვილები არიანო და არ შეიძლებაო სუშესტოებისო, ასე ვთქვათო, დასჯაო. აბსოლუტი შვილი ვარ მეც. აბსოლუტის ღმერთის შვილი ვარ, ღმერთის ჩისტოტა ვარ მეც, ღმერთის გაჩენილი ვარ მეც. და ასე ვთქვათ, სუშისტოებს რა უფლება აქვს რომ მე რო დამსაჯო? არაფერი უფლება არ აქვს და მე რო ვჯის სუშისტოებს, წოდები არიან? რა ქვია? რა უნდა გაბედონ მაშინ და ერთმანეთის გრანიცები უნდა დაიცვან ერთმანეთის. ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ ერთმანეთის. პატივისცემა უნდა იცოდნენ და ერთმანეთი არ უნდა დააზიანონ. მით უმეტეს მე არავინ არ უნდა დამაზიანოს. ჩემ დამზიანებელ მტრებს რომ ასე ვთქვათ ვანულებ, ვაბატილებ და ბლოკავ, ეგ ის არის, რა ქვია, ეს არის ცოდვა, რატო ისე ეშმაკი რას შესაძლებელია ჯერ. ბიოსისტემა რომელიც სიბოროტეს აკეთებს, კაცები და ქალები რომლებიც სიბოროტეს აკეთებენ იმაში რა ჩისტოტა უნდა იყოს ჯერ აქტიური ჩისტოტა უნდა იყოს იქ რო 24 საათი რო ცოდვას ჩადიან და იმას რო ვაგდებ მე ჩემი ბიოველი ბიოპოლიდან და იმათ ნაირებს რო ვყრი მე ჩემი ბიოველი ბიოპოლიდან ეშმაკის ნაირებს სერების ნაირებს გრეების ნაირებს არხონტების ნაირებს ცოდვა შესაძლებელია რატოა შესაძლებელი რატომ იშრიან ხელს ევოლუციაში და რევოლუციაში რატომ აყენებენ ზიანს იგივე შინაურები და გარეულები აიღე რა რატომ აყენებენ ზიანს გინა ის ქმარი აიღე გინა ის გაბოროტებული ვიღაცები აიღე გინა ქურდები აიღე გინა კრადნიკები აიღე რატომ აყენეს ზიანი რა უფლება აქვს რომ მომაყენეს ზიანი და იმათ რომ ბლოკავ და ასე ვთქვათ ვაგდებ ჩემი ბიოველი ბიოპოლიდან და რომ ვეუნები ტელეპათიურად ყველას რომ ზაპრეშავებს ეხლა ამინას როლი ხაპლოხავლი აწესე იგი მე უკვე ვიცავ ჩემს გრანიცებს და ზაპრეშავი მართლავს ეხლა ამინა ზროლი ხაპლოხავლიაც მე უფრო მეტი 100 ჯერ მეტი ღვთის შვილი ვარ და მე უფრო 100 ჯერ მეტი ღვთის გაჩენილი ვარ და მე უფრო 1000 ჯერ მეტად უნდა შემიცოდოს ყველამ და მე უფრო 2000 ჯერ მეტად უნდა უყვარდე ყველას. მაგრამ ძღნერის ბოჭკები უფრო უყვართ და მე ვინა ვარ და ისინი ვინ არიან, ვინ ჩემი ფეხებები არიან. ვის აქვს უფლება აქ ზედმეტად შემეხოს და დამამციროს? არც არავის არ აქვს უფლება ზედმეტად შემეხოს და დამამციროს. და მით უმეტეს მომაყენოს რაღაცა ზიანი ზარალი არავის არ აქვს ამის უფლება. ჩემგან ვინმეს გაუგია რომ მე ვინმეს მივაყენე ზიანი და ზარალი, სიკეთის მეტი არაფერი არ გამიგედებია? ეს არის სამი თემა რაც მინდოდა მეთქვა. всё, დავხურეთ ეს თემაც, ბლაგადარუ ჩემსულს, ბლაგადარუ ჩემ ვიშესვეტრიეს სილებს. და არამის შესაძლებელი არ არის თუ ვიღაცა ღმერთის სულია მე უფრო მეტი ღმერთის სული ვარ და არავის არ ვაძლევ უფლებას რომ მომაყენონ აქ ზიანი და ზარალი რაღაცა მორალური ფსიქიკური ტელეპათიური ფსიქოლოგიური ფიზიკური რა ქვია მატერიალური ზიანის უფლებას არ ვაძლევ გძალავ ვუკრძალავ ყველას